ამერიკა განიხილავს რუსეთის მოთხოვნას ნატოს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. განცხადება ამის შესახებ კით კეგოლმა გააკეთა. ჩვენ რუსეთის საპასუხოდ ვამბობთ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე, აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში ABC News-თან ინტერვიუში. კით კეგოლმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. კელოგის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში და ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი სულ მცირე 4 ქვეყანა. ფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთება. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოების შეწყვეტა თქვენ საზღვრამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია დავასახელო ნატოს კიდევ 4 ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანების კი საჭიროა ყველა 32 ქვეყნის თანხმობა. კით კელოგის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. რუსეთი რას აყენებს და რუსეთი რა პირობებით დადის, ეს არის ერთი თემა. მაგრამ მეორეა ჩვენ რას ვაყენებთ. და როდესაც შენ თვითონ არ ლაპარაკობ შენ უსაფრთხოებაზე, შენ თვითონ წაშლილი ყავს შენი სახელმწიფო მსოფლიო რუკიდან, არ უნდა გამორიცხო, რომ შენი საკითხი იყოს ნიველირებული ესეთი მოლაპარაკებების დროს და ამიტომ გჭირდება სასწრაფოდ ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხი ისევ დაბრუნდეს მსოფლიოს დღის წესრიგში და ნებისმიერ აი ესეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც იქნება რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და მოლდოვა, საქართველოსთვის იყოს დამატებით სკამი გამოყოფილი. სწორედ ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მიიღოს ის, რასაც ის ამჟამად ცდილობს გააკეთოს, მეტი ტერიტორიები მიიღოს და შემდეგ ამით გააგრძელოს ვაჭრობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა პრინციპით მოქმედებენ, ითხოვენ ძალიან ბევრს და ყველაფერს. მათ შორის ბუნებრივია ნატო ყოველთვის იყო რაღაცა გარკვეული წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა კონდეს შესაბამისი საპირისპირო ტაქტიკა და ნაბიჯები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ასე ვფიქრობ, მიუხედავად განცხადებებისა, რომ ჩვენ ვხედავთ, განცხადებები იცვლება ხოლმე, იმის და მიხედვით როგორი ვითარებაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია დიპლომატიაშიც, არ შეიძლება თუ საჭიროა საქმისთვის პოზიცია რაღაცნაირად არ შერბილდეს, არ შეიცვალოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიცია შეიცვლება. ეს არ არის ახალი ამბავი, როდესაც რუსეთი რეალურად ჩვენი სუვერენიტეტით ვაჭრობს, სულელი არავინ არ არის, რუსეთში ყველა მიცის, რომ ნატო მას თავს არ დაესხმება, მაგრამ რა წუთით საქართველო ნატოში შეასწრებს რუსეთს, იმ წუთიდან საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთი ვეღარ წაართმევს, ვერც უკრაინას. შესაბამისად, მისი ინტერესია, რომ ამ ქვეყნებმა სუვერენიტეტი არ გაიმტკიცონ. ის, რომ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებია, ეს 2008 წლიდან ცნობილია, ბუქარესტის სამიტიდან ცნობილია. ტრამპი ახალს არაფერს არ იძახის. ამოცანა ჩვენი არის ნატოში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ამაზე თავისუფალი სამყაროს ლიდერი, იმიტომ რომ თავისუფალი სამყარო თავისუფალი, იმიტომ რომ იქ ლიდერებიც იცვლებიან და შეხედულებებიც იცვლება. აი ამ თემის წამოწევა, მოლაპარაკების მაგიდაზე ამ თემის დადება, რასაკვირველია დამაფიქრებელია. იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს უსაფრთხოება, როგორც უკრაინა ითხოვდა მაგალითად, არ შევალ ნატოში, მაგრამ მაშინ გარანტიები მომცენ უსაფრთხოებისათვის. ჩვენთვის მთავარია უსაფრთხოება გქონდეს. ნატოს წევრების გადაწყვეტილებაზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნატოს წევრობა არის უსაფრთხოების გარანტია. თუ რამე ალტერნატივა არსებობს, რასაკვირველია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ დიდი ქვეყნები, დაპირისპირებული, ბრუტალურად დაპირისპირებული ქვეყნები ერთმანეთთან შეთანხმდნენ. ეს არის ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, ეს უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. და რასაკვირველია ამ თემამ კიდევ ერთი დასკვნა უნდა გაგვაკეთებინოს. მოლდოვა და საქართველოს თემაზეც იქნება მსჯელობა, ხოლო უკრაინა საერთოდ არ განიხილებაო, ეს ითქვა. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ დიდ იმპერიებს შორის ყოველთვის მოიძებნებოდა ერთმანეთთვის, ასე ვთქვათ, სასაუბრო თემა, შეთანხმება. ჩვენ ხო ეს გამოვიარეთ. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ჩვენ აქ, ესე იგი, კიდე გლოვობდით ჩვენს დაღუპულებს. შეგახსენებთ 2009 წელს ჰილარი კლინტონმა
და ლავროვმა რესტარტს მოაწერეს ხელი და გადავტვირთვა ურთიერთობებში. გამოცდილებით ჩვენ ვამბობდით, რომ ეს დიდ სოფლიო გადანაწილებაში ჩვენ საქართველოს არ უნდა შევიდეთ. აქ მეორე ფრონტი არ უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ შევეწირებით